დილამშვიდობისა მეგობრებო, ეხლა ვაკეთებდი ესე იგი ესეთ საქმიანობას ჩემს ეზოში, ვკრებდი ლავანდას. ლავანდას და კიდე ბალახები ამოვგლიჯე, ნახეთ ხელები რა დღეში მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მეცვა ეს ხელთათმანი, თუმცა ამ ხელთათმანში შევიდა შიგნით ტალახი და აი ნახეთ, აი. ეხლა ვითხრეს, ესე იგი, ნახეთ, ბალახებს ვგლიჯდი ეზოში, ხო დედა გისმენთ? ბალახები ამოვგლიჯე, ჯინჭრები ამოვგლიჯე და მოვადექი აი ამ ლავანდას რა და ესეთი აი აქ რო ვიდექი ზუსტად აქ ესეთი აზრი მოვიდა, ეს აზრები ყოველთვის არის საუბარი სული წმინდასთან და ესე იგი მომცა ესეთი მინიშნება, რომ ჩაიწერე ლაივი აი ამ საკითხზე. რომ დადგა დრო, როდესაც მღვდლები დადგებიან არჩევნის წინაშე. ხო და მივედი ტელეფონთან და რას ვხედავ? ვკითხულობ კომენტარს. და აი სწორედ ეს კომენტარი YouTube-ზე დამხვდა. დედიკო რა, აბა მითხარი რა გინდა და? წავიყვანე ის ბავშვი? არა, ბავშვი კი არა. აბა რა? ის წერი. ხო, ძალიან კარგი ბიჭი ხარ დედი. დამხვდა ეს კომენტარი და მოგვიყევი რამე შიოს მმართველობასეო და მოდი გავაგრძელებ ახლა მე აქ ჩემს საქმიანობას და თან მოგიყვებით, მაგრამ ახლა არ ვიცი რა ჭრილში. აი ნახე, სადღაც უნდა დავამონტაჟო ესე იგი ეს ტელეფონი, ავიღო ჩემი მიკროფონი და შორიდან გელაპარაკოთ. მაგისათვის უნდა შევიდე ჯერ სახლში, რომელიც სახლის გზაც უნდა გავიარო აი ეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ გითხარით ჩვენ ვართ ესე იგი ჯერ კიდევ რემონტში, ჩემი მეუღლა ახლა სამსახურში წავიდა, სამსახურიდან რომ მოვა გააგრძელებს რემონტს, ჩემი ოთახის კარი ესე იგი უნდა გავაღო, ამისათვის ჯერ გამოვიტანო გასაღები, შევიდე სახლში. გუშინ აღარ მქონია შეტევა მეგობრებო, გილოცავთ, ბულოცავ ჩემ თავსაც და მიგეჩვიეთ ალბათ ჩემს ესეთ გამომეტყველებას კი არა და აუთფიტს თმებს ესე ვიკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ შუბზე რომ სახეზე რომ ჩავომდის თმები ესე იგი ნერვებზე მშლის და ამიტომ ვიწევ ხოლმე თმას და მოდი და რამდენჯერ გადამირაზავს. 4 იყო გადარაზული კარი. ავიღოთ ჩემი მიკროფონი, რომელიც გუშინ მეცადე რომ დამეტენა, ვნახოთ. ვნახოთ. სხვადასხვა მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც გამოიწერეთ ჩემი წიგნი. ძალიან გამახარეთ. ეს არის ჩემი წიგნი მეგობრებო. თინეიჯერის დღიურებიდან, რომელიც არის ჩემი მიერ დაწერილი. რომელიც არის ჩემს მიერ დაწერილი, ოღონდ ჩემი არ არის, ეს საკუთრება არ არის, ეს არის სულიწმინდის მიერ დაწერილი ყველაფერი, რასაც ამ წიგნში ნახავთ და დახატულიც. და აი ნახავთ პროზა, პოეზია და ჩანახატები. ყველა არის წინასწარმეტყველება. ოღონდ ამოკითხვა უნდა ამ წინასწარმეტყველებას. 28-მდე, ანუ ხვალამდე ხელმოწერით 15 ლარად ვყიდი. ხოლო 28-ის მერე 25 ლარი იქნება ისევ. პატარა რეკლამა გავუკეთე ახლა ჩემს შემოქმედებას და მოდი ახლა წავალ ჩემს გავაგრძელებ ეზოში და მითხარით. ისმის თუ არა ხმა კარგად. მეც მინდა მოგწერ თამარო, ანი მომწერე აუცილებლად პირადში. და პირადში უკვე გავეცნობი სად გამოვაგზავნო და გამოგიგზავნით ჩემს მონაცემებს, ბანკის მონაცემებს. ახლა მე მაინტერესებს აქედან თუ გამოვჩდები, აი აქ დავამონტაჟებ ამას. ნეტა თუ ჩანვარ აქ. აი რა კარგია დედა, ესე იგი პირდაპირ ჩემთვის დამონტაჟებულა ეს ბოძი აქ. ისმის ალბათ ხმა, ხო? ესე გავიკეთებ. კარგად ისმოდეს.
აბა ვნახო მეც მინდა მომწერეთ პირადში ვისაც გინდათ წიგნი ხო რაც შეეხება ხმა ისმის სავარაუდოდ ამას ავიწევ ესე ერთი დასტური მომეცით რა ხმა ისმის რა თორე ხანდახან უხმოდ ვლაპარაკობ ხოლმე და მე იმდენ კარგ რაღაცას ვიტყვი რომ მენანება ხოლმე რა და ამიტომ დასტური მინდა დაველოდებით თქვენს ხმა ისმის ხმა ლაიქები არის ესე იგი ისმის ხმა ხო აბა ლაიქი დაარტყის თუ ისმის აჰა ისმის მოვიდა ხო მადლობა მეგობრებო ესე იგი მე ახლა თქვენ არ შემოგხედავთ საქმიანობას გავაგზავნეთ რომ ლავანდას დაკრებას დიდი ენერგია და ნერვები სჭირდება და ხა დროც და ასევე ხსნის ეპიფიზი არის მესამე თვალი ძალიან კარგია ამის სურნელი ამასაც ვყიდი მეგობრებო თუ გინდათ ჩემი ეზოდან ლავანდა ხო შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემთან გამოგიგზავნეთ წიგნთან ერთად 5 ლარი ღირს ერთი შეკვრა ერთი შეკვრაში არის მე მგონი 100 გრამი კარგი არის ეს არის ძალიან მაგარი ჩაი ამის ჩვეულებრივად ჩახრით ჩაის გააკეთებ სასქესო ორგანოების დაავადებისთვის თვითონ ამ მცენარემ სიზმარში თავისი თავი გამიცხადა და მითხრა ამბობენ ხოლმე არ შეიძლება ამის თქმაო ხმამაღლა რასაც სიზმარში მოგცემენ მაგრამ რატო არ შეიძლება რაც უფრო ყველა გაიგებს მით უფრო განიკურნება ხალხი ამის ჩაი არჩენს ყველა სასქესო ორგანოების დაავადებას ქალთან და კაცთან ყველასთან ამიტომ იცოდეთ რეკლამას კი არ ვაკეთებ ლავანდა ეხლა შეგიძლიათ გახვიდეთ მინდორშიც დაკრიფოთ მაგრამ მინდორში არ მოიპოვება ეს საქართველოში ვიღაცის ეზოში იქნება აუცილებლად ესე იგი რადგან მე მომივიდა ესეთი აზრი რომ უნდა ჩავწერო ლაივი რა არჩევნის წინაშე დადგებიან ახლა მღვდლები ეს არის სწორედ ის დრო როდესაც შუა საუკუნეებში მეგობრებო ბავშვებო შუა საუკუნეებში ადამიანებს რომლებიც კურნავდნენ მცენარეებით იკვლევდნენ რეალურად მეცნიერებას ეწეოდნენ ასეთი ადამიანები ეკლესიას არ აწყობდა სამწუხაროა რომ მე ამას ეკლესიის წინააღმდეგ კი არ ვარ ეს არის ისტორია რომელსაც ახლა მოგიყვებით ხალხო რა და ეს ისტორია მოგვიტანა და ჩემი ფანტაზია არ არის ეკლესიაში შემძრალი გველის წიწილები ამას ასეთ ხალხს უწოდებდნენ ჯადოქრებს რადგან იმ პერიოდში მათ ჰქონდათ დამწერლობა რითიც არჩენდნენ თვითონ და ამზადებდნენ თვითონ თავადაც წამლებს არ აწყობდათ კონკურენცია და ასეთი ხალხი ესე იგი 10,000-ობით ასეთი ადამიანი მოკლეს მასიურად გაანადგურეს და დაწვეს ცოცხლად ქალები ცოცხლად დაწვეს ესე იგი როდესაც წვავდნენ 5 ადამიანს აქედან ერთი იყო კაცი ანუ კაცებიც დაწვეს რეალურად ჯადოქრებად შერაცხული და დაწვეს ძირითადად ქალები რატომ ქალები იცით ქალები იმიტომ რომ მეგობრებო უმრავლეს წილად ქალები სწავლობდნენ იმ პერიოდში წერა კითხვას და იყვნენ როგორც დღეს არიან ისე იყვნენ მაშინაც გონიერი ქალში არის ეს გონივრულობა რა და როდესაც მამაკაცმა ისწავლა წერა კითხვა ხო ახლა მამაკაცების წინააღმდეგ კი არ ვარ უბრალოდ მამაკაცებს არ ქონდათ იმის რომ მამაკაცები ფიზიკურ სამუშაოს აკეთებდნენ აწარმოებდნენ და როდესაც ფიზიკურ სამუშაოს აწარმოებდნენ მათთვის ეს იყო რა იცით რომ ესე იგი დრო არ ქონდათ მე დაღლილი რომ მოდიხარ სახში რა წერა კითხვის თავი გაქვს არანაირი ამიტომ ქალებს ქონდათ ძირითადად იმის დრო რომ ესწავლათ წერა კითხვა და მეცნიერებაში ისინი გარკვეული იყვნენ და მეტწილად ქალები იყვნენ ისინი ვისაც წერა კითხვა შეეძლოთ გარდა მაგისა ენოქის წიგნში რომელიც ასევე ვთარგმნე პირველი ნაწილი ენოქის წიგნში წერია რომ როდესაც ანქელიოსები ჩამოვიდნენ დედამიწაზე წერა კითხვა ასწავლეს ადამიანებს როგორ ასწავლიდნენ იცით ქალებს ადამიანის ქალებზე დაქორწინდნენ და მათ ასწავლეს. ანუ პირველი წერა-კითხვის მცოდნე ადამიანები კაცთა მოდგმაში, არა ანქელიოსთა მოდგმაში, ანუ ღვთის შვილებში კი არა,
ადამიანთა შვილების მოდგმაში, ქალდეველების მოდგმაში, აი ქალდეველი იმიტომ ეწოდება, რომ ისინი მე დევებს შობენ რა და აი ანგელოზების და კაცის ძეების შვილები, ქალიშვილები იყვნენ, მათი ნაჯვარი დევები გამოვიდნენ და ამიტომ ეწოდებათ ქალდეველები, რადგან მათ ჰქონდათ ცოდნა. მათ ჰქონდათ ესე იგი ის ცოდნა, რომელიც კიდევ ქალდეველები ვის ეწოდა მაგას მერეც მოგიყვებით. მათ ჰქონდათ ისეთი ცოდნა, რომელიც ასწავლეს პირდაპირ ზეციდან მოსულმა ცივილიზაციებმა, ანუ ანქ ჰელიოსებმა. ანქი არის მართველი მეფე, ქურუმი პირველი, რომელიც გმართავს, ანქ და ჰელიოსი არის სინათლის მატარებელი. ანქ ჰელიოსი მეგობრებო, როდესაც 200 ანქ ჰელიოსი იყო აქ ჩამოსული დედამიწაზე ადამიანის სამეთვალყურეოდ. აი ეს ანქელოსები ბოლოს და ბოლოს უკრავები არიან და მოსწყინდებათ ამ დედამიწაზე ქალების დაკვირვებამ იმ ვითარებას გამოიწვევს, რომ მათ შეუყვარდებათ ეს ქალები და გადაწყვიტავთ, რომ დაქორწინდნენ, მით უმეტეს რომ ეკრძალებოდათ. იმისა მიუხედავად, რომ ეკრძალებოდათ მათ ქალებზე დაქორწინება, გესმით და მაინც დაქორწინდებიან. რის შედეგადაც მერე იშვებიან ნეფილიმები, ზოგი ნეფილიტებს უწოდებს. აი ეს დევები და გიგანტები, რაც ეხლა უფრო მეტად და მეტად გამოდის სოციალურ სივრცეში, რომ რეალურად მართლა არსებობდნენ ნეფილიტები და ეს არ არის მოგონილი ზღაპარი. ამის ნიადაგზე მეგობრებო, ხო? ერთი წუთი გავალ და გავაგრძელებ თან საუბარს. ამის ნიადაგზე მე გესმით, მაგრამ მაინც დავიზღვიო. თუ არ გესმით, ხო? როცა მტვერში ხოლმე ალერგიულ ფონზე ცხვირი მეხოცება ხოლმე და ეხლა სულ დამავიწყდა სალფეტკის წამოება. მე მგონი ის მოვედი და ისმის, როდესაც ქალები სწავლობენ ამ დამწერლობას და ესე იგი კარგად უღებენ ალღოს, ეს ანქელოზები ხვდებიან, რომ ეს ქალები, ანუ კაცთა მოდგმის ქალიშვილები ძალიან გონივრები არიან. და ისეთი გონივრულები არიან, რომ მათზე უფრო მეტად ესმით ამ ანბანის მნიშვნელობა. აი პირველი ქმნილება ლილიტი, მათი ლილიტი, ანუ კოპირება, ნახე რა გააკეთეს, ძალიან საინტერესო რაღაცას მოგიყვებით, ლილიტზეც მომიყევითო და ამას დავაყოლებ ლილიტს რა რო. ლილიტი ამასთან შუაშია და კავშირშია და იმიტომ. ესეთი რამე არსებობდა, რომ როდესაც ისინი აკვირდებიან ადამიანებს, ხედავენ, რომ ადამიანები არიან ისეთები არ არიან, როგორიც დატოვეს რამდენიმე 1000 წლის წინ დედამიწაზე, აი მუშახელი და ასე შემდეგ რა და ხვდებიან, რომ აქ ერთ-ერთი ქალი ამ თიმში არის ძალიან გონიერი, რომელსაც ეკითხებიან, ესე იგი ჭკუას ეს სოფლის მოსახლეობა და ცეცხლთან როდესაც ერთად ზიან, ამ ქალს ეკითხებიან, რასაც ეს ქალი ამბობს, ეს არის ძირითადად მათი ანიდახოე რა, ესე გადატანითი მუშაობით კანონი. და ახალგაზრდაა ეს ქალი და ქვია ლალი ქვია? ლელა ქვია, ლეილა, თუ ლელა. და ამ ლელას, ეს ლელა ისეთი მოუსვენარია, რომ არ ნებდება რა და დაინახავენ ეს სოფლის მოსახლეები, რომ ზეციდან ჩამოდის, ესე იგი დიდი ნათება. ბევრს შეეშინდება და იფიქრებენ, რომ ეს არის ვარსკვლავი, რომელიც ჩამოვარდა, მაგრამ ლეილა ამბობს, რომ ეს არ არის ვარსკვლავი, ეს არის ის ღმერთები, რომელსაც ელოდნენ. აქამდე და მიდის იმ სინათლისკენ, რომელიც სინათლემაც ლეილა, ესე იგი მიზიდა და მივიდა ამ სინათლესთან, ხედავს, რომ აქ არიან უშუალებელი ორი ადამიანი, რომელიც ენქი და ლილი, რომელიც სახელსაც მერე ვიგებთ და ეს ენქი და ლილი იჭერენ ამ ლეილას, არაფერს არ ავნებენ, უბრალოდ ამოუღებენ რაღაცა ნაწილს, ანუ ალბათ სავარაუდოდ იმისთვის რომ დააკოპირონ და ამ ნაწილიდან
შექმნიან მე კოპირებულ ლეილას თუ ლელას და ეს ლელა ამ ლელას გაუშვებენ სოფელში და ჩვეულებრივად გააგზელებს ეს ცხოვრებას, მაგრამ მეუბნება რომ ამათმა დაიჭირეს რაღაც ამოუღეს შიგნეულიდან და სოფელი არ უჯერებს ამაზე მგონიათ რომ რაღაც გააგიჟდა შეიშალა ეს გოგო და ამ დროს როდესაც დააკოპირებენ ეს ენქი და ლილი ამ ლეილას იგივე სახით და მსგავსად გამოიყვანენ ლილიტს და არქმევენ მას ლილიც და ლილიტი არის ის რომელიც კოპირებულია ლეილას სიბრძნის ესე იგი ოღონდ ლეილას სიბრძნე იქ სადაც სინჯი აიღეს მისი შიგნეულიდან იქ ჩერდება ლილიტში ლილიტის განვითარება ეს იყოფა რა ლეილა შემდეგ აი გადაკვეთის წერტილი იყო ლეილა დააკოპირეს ლილიტის შექმნეს ორი ლეილაა უკვე და ლეილა ვითარდება ორ ნაწილად ესე იგი რასაც ლილიტი შეისწავლის შემდეგ ლეილა ვერ შეისწავლის ხოლო რასაც ლეილა შეისწავლის ლილიტი იმას ვერ შეისწავლის ანუ აქ იდენტობა გაიყო უკვე ორად და აქედან მოდის ლილიტის სიბრძნე რომ ლილიტს ესენი აკვირდებიან რა თქმა უნდა როგორ აკვირდებიან იცი ახლა ჩვენ ხო გვაქვს ცხოველებს გაუკეთებთ ხოლმე რაღაცა ჩიპს და ვიცით სად დადის როგორ დადის რას აკეთებს დაკვირვების ნიადაგზე ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ამა თუ იმ ცხოველის ხასიათი თვისება რას აკეთებს რას აზროვნებს და იგივე პრინციპი იყო ლილიტთანაც რის ნიადაგზეც ესენი შეისწავლიან ლეილას შინაგანს ლილიტით და ნუ ეს ძალიან დიდი ხნის ისტორია ამის მერე რამდენი ეკლესია აშენდა და დაინგრა და იესოც მოვიდა და შეგვახსენა ეს ისტორიები მაგრამ ვინ გამოგვიჩინა აქედან გამომდინარე ეკლესიაში იყოს ყოველთვის ეს ჭიდილი ასეთ ჭკვიან ქალებთან რომელი ქალებიც თამარ მოგისალმებით რომელი ქალებიც ესე იგი მართლაც აი როგორც მე მითხრა ამ სცენარემ რომ მე ვკურნავ ლაპარაკი დაიწყო ხმა გავიგე აი პირდაპირ ეს ამ ყვავილმა დაიწყო ლაპარაკი ენა არ ქონდა მაგრამ ხმა ქონდა და ვიბრირებდა მე ვკურნავ სასქესო ორგანოების დაავადებებს ესე მითხრა პირდაპირ ისეთი ლამაზი ხმა ქონდა ვერ წარმოიდგენთ ესე ეწოდებოდათ ადამიანებს თავიანთი ცოდნები სულისგან ანუ საერთო სულისგან რომლებიც კავშირში იყვნენ და ქალები მით უმეტეს უფრო დიდ კავშირში იყვნენ სულთან რადგან ისინი არიან სიცოცხლის წარმოქმნელები და გაცილებით განვითარებული აქვთ ეს სენსორები რომელიც მამაკაცს იშვიათად აქვს ხოლმე განვითარებული ხო და ახლა რა პერიოდია იცით მეგობრებო იმ პერიოდში როდესაც მღვდლები ამ განაჩენს გამოიტანდნენ რომ უნდა დაიხოცოს ეს ყველა ქალი რომელსაც აქვს ცოდნა აი ესეთი ეზოთერული ცოდნა ეზოთერიკა ნიშნავს შინაგანიდან გამოძახილი ცოდნა ასევე გნოზისიც ეგ მაგას ნიშნავს გნოსტიკური ცოდნა ასეთი ქალები იყვნენ საშიში ეკლესიისთვის რატო იმიტომ რომ კონკურენტები იყვნენ ის მათი ძალაუფლების და რა თქმა უნდა ერთობლივად იღებდნენ გადაწყვეტილებას უმრავლეს წილად რომ ეს ქალები ყველანი უნდა მომკვდარიყვნენ და კიდევაც წვავდნენ ქრისტეს სახელით შუა საუკუნეებში ამას ყველა მღვდელი არ ეთანხმებოდა მეგობრებო ეს არ არის რომ ყველა ეთანხმებოდა ერთხმად მაგრამ უმრავლეს წილად მღვდლები ეთანხმებოდნენ და ის ძალა რომელიც იქნებოდა ამ ძალის წინააღმდეგ ვერც მღვდელი მიდიოდა და ვერც თვითონ ერი იმიტომ რომ რაღაცა ზეგავლენის ქვეშ როგორც დღეს ისე მაშინ აქცევდნენ ადამიანებს ახლა მღვდლები გაცილებით მეტად არიან ადამიანებთან დაკავშირებული და სოციალური სფეროს მეშვეობით მათ შეუძლიათ ხმა მიაწვინონ უფრო დიდ მასებს და ახლა არიან ასეთ გასაჭირში ეს მღვდლები რომ რა ქნან არ იციან განაჩენი რომელიც დღეს გამოაქვს რა თქმა უნდა ქალებისთვის ისეთი ქალებისთვის როგორიც მე ვარ და ჩემნაირები არიან ვინც პირდაპირ სიმართლეს იცავს და სიმართლეს აჟღერებს და ადამიანებს კუნავს სხვა ჭრილში არა წამლებით და არა რაღაცა ქიმიური ნივთიერებებით არამედ პირდაპირ იმუშავებით სიტყვიერად კუნავს ასეთი ქალები დღეს აღარ იწვევიან მაგრამ უარესი მოსდით მეგობრებო ეს არის ფსიქიატრიულში გამგზავრება
ასეთ ქალებს აგზავნიან ფსიქიატრიულში, რა თქმა უნდა, თავიანთი მეუღლეების მეშვეობით, თუ მეუღლე არ აკყავს მშობლების მეშვეობით, თუ მშობელი არ აკყავს დედმამიშვილების მეშვეობით და ასეთი ქალები ძირითადად ხდებიან სამწუხაროდ, როგორც უკვე გუშინ გავაჟღერეთ და გაჟღერდა და ფაქტის სახეზია, რომ სოფია ლოგოსის სახით ეს იყო პირდაპირი მაგალითი, რომ მართლაც ხდება დღეს ასეთი რამეები. YouTube-ზე ლიკვიდი დოგმაში გავაჟღერეთ ჩვენ ეს, ქალბატონი თეა ანთაძე იყო ჩემთან სტუმრად და სოფია ლოგოსი, რომელმაც გააჟღერა პირველად ასეთი ინფორმაციები, ეზოთერული ინფორმაციები რეინკარნაციასთან დაკავშირებით, ეს ადამიანი საგიჟეთში თვენახევარი აწამეს და შემდეგ არ ვიცით სად გააქრეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, ისტორიული გამოცდილება, რომ ამას აწარმოებს ყოველთვის ეკლესია და სოფია ლოგოსთანაც პირდაპირ კავშირში ეკლესია იყო, არაფერი კავშირში არ იყო აქ ხელისუფლება, თუმცა ხელისუფლებამ განახორციელა ის ბრძანება, რაც მოვიდა ეკლესიიდან. სოფია ლოგოსის შემთხვევაში. ახლა მეგობრებო, ჩვენ ის ხარ დაგვშენია, რომ ამ მღვდლებს მივცეთ იმის ძალა ჩვენაერმა ქალებმა, ჩვენაერმა ადამიანებმა და ვინსაც ესმით, ძალიან ბევრი მღვდელია, რომელსაც ესმით ჩვენი სიტყვა და იციან, რომ ჩვენ არანაირად არ ვტყუით, ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობთ, როგორც ქრისტე ლაპარაკობდა სიმართლეს. და ასეთი მღვდლები არიან ძირითადად დაჩაგრულები რითი, იცით მეგობრებო? მათ არ ყავთ დაცვა. არც ხალხი ყავთ დაცვად. არც სახელმწიფო ყავთ დაცვად. თუ კი ძალაუფლებაში მოსული, ესე იგი, ეკლესიაში გაძლიერებული შავი ძალა გამარჯვებულია, ეს იმას ანიშნავს, რომ ეს ხალხი, ვინც ეკლესიაში უნდა წამოვიდეს ეკლესიიდან. არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს სჭირდება თვითონ ესეთ ხალხს ეკლესიაში გაძლიერება ერიდან. იმიტომ რომ სახელმწიფოები ძირითადად არიან ხელისუფლების რომელიღაცა მასიური ძალის სხვერპლი. და რა უნდა მივაწოდოთ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომ არ გამოგვიტანონ და რაღაცნაირად ჩვენს დაუდგეთ მას მხარში და ისინიც დაგვიდგნენ ჩვენ მხარში, ისეთ მღვდლებს და ისეთ ბერებს, რომლებიც არიან ძირითადად აი როგორ გადატანით მუშაობით ტყვეობაში, ხო? უძლურებაში, ტყვეობაში. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გავაკეთოთ ის, რომ ჩვენ თვითონ გავძლიერდეთ პირველ რიგში. არ მოგჩხიბონ ისეთმა უაზრო საუბრებმა, როგორიც არის მადლობების გადახდა ამბიონებიდან, რომ მეორეთ მოსვლა რო გადაიდო, კარგი ქენითო. ასეთმა, აი, იმიტომ ამბობს ქრისტე, ასეთმა ფრაზებმა არ უნდა აგვირიოს ტვინი. იმიტომ რომ ქრისტე ამბობს სხვას, ეს კაცი ამბობს სხვას, ჩვენ გარჩევა უნდა შეგვეძლოს. იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ კი არ განკითხვა არის, რომ რატო განიკითხავ, კი არ განვიკითხავთ. ჩვენ უბრალოდ ვმსჯელობთ იმაზე, ეს ეთანხმება ქრისტეს სიტყვას, თუ არ ეთანხმება და თუ არ ეთანხმება ქრისტეს სიტყვას, უკვე ვალდებული ხარ შენ ქრისტეს მიერ, რომ უნდა ამხილო ეს ადამიანები. გესმით? თუ ამ ადამიანებს არ ამხელთ, ქრისტე თქვენ რას გეუბნებათ, იცი ამ შემთხვევაში, შენ თუ დაინახავ, რომ არასწორს იძახის, აი იქ ვიღაცა ამბიონიდან ვიღაცა მღვდელი, თუ არ ამხელ იმას, მე მოგკითხავ იმის ცოდვებს. წარმოგიდგენიათ, ახლა მღვდლის ცოდვებით თქვენ რომ მოგეკითხოთ, რა დღეში ჩავარდებით? ეს ხომ არ გაწყობთ არა? ამიტომ თქვენვე უნდა მოიკრიბოთ ძალა, რომ სხვისი ცოდვებით თქვენ არ აიკიდოთ დიდ რუგზაკად, ხო? და არ წახვიდეთ ასე იმიერ ქვეყანაში, არამედ ახლა სანამ ხართ, თავად თქვენი ცოდვები, თქვენვე რაც გაქვთ, ის უნდა გაისუფთავოთ და თან ამასობაში ქრისტეს გვერდით უნდა დაუდგეთ სწორედ სიტყვიერად, აი ამ მხელით, რომ ეუბნები, თქვა, დაინახავ, რომ ვიღაცამ არასწორად იქადაგა ამბიონზე, გაქვს იმის უფლება ქრისტესგან, რომ ამოიღო ხმა და უთხრა, ეგრე არ არის შემოკარგო მღვდელო. ასე თქვა ქრისტემ და შენ რას იძახი ახლა? ხო? ეს არ არის მხელა, ეს არ არის განკითხვა, ეს არის მხელა, ეს არ არის ჩაქოლვა, ეს არის მხელა. და მხელა არის მანუს ხე, ელია, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით მხე არის შენ რო იცნობ, მანუ არის ღმერთი, ანუ
შენ ხეს რო იცნობ, ღმერთის ხეს რო იცნობ, ღმერთის ხე კიდე ვინ არის თუ არა ქრისტე ხო? თუ მისი სიტყვა იცი, ესე იგი შენ შეგიძლია მისი ხის წარმოჩინება, ანუ ხელა გესმით? და თუ ხელა არ შეგიძლიათ, ესე იგი უკვე ცუდად არის თქვენი სულიერი საქმე. ახლა შემოკარგება ყველა ის ადამიანი, რომელიც შუა საუკუნეებში ცეცხლში დაწვეს ქალის და კაციც, ჩვენ ცოცხლები ვართ და ვეღარ დაგვწავავენ, იმიტომ რომ ეს ბოლო ჟამია და ეს არის ბოლო ჟამი, სადაც ენოქის წიგნის თანახმად ისე ვიტყვი, ბოლო ჟამს უკვე მართლები იმკვიდრებენ ძალა უფლებას ამ დედამიწაზე. არცაც სხვაგან არ მიდიან, მეგობრებო, არ გეგონოთ რომ სადღაც კლდეში შეგიყვანენ და იქ არის გადასარჩენი ან ცაში აგაფრენენ. აქ ენოქიც ამბობს, რომ არცაც სხვაგან აქ მოხდება ყველაფერი, აქ მოხდება გადანაწილება და ამოყირავდება მთლიანად ბოროტი ძალა და დაემხობა მიწაზე, დაიწვევიან ცეცხლში. აგერ გუშინ უკვე ნახეთ რა მოხდა ნეპალში. ნეპალში რაც მოხდა, მეგობრებო, ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის პირდაპირ 6-6-6-ზე დასმული ციფრი, როდესაც მოახდინეს დიდი აფეთქება იმ წყალსაცავის და წალეკეს მთელი ხალხი. რატო წალეკეს? იმიტომ რომ იციან რომ მართალი ხალხი იმარჯვებს ახლა და რა თქმა უნდა ბოროტ ძალას აწყობს, რომ მართალი ხალხი რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უფრო შეიძლება მოერიოს ამ ეს ბოროტი ძალა ამ მართალ ხალხს. ამიტომ ყველა ძალას და ღონეს ცდილობს რომ წალეკოს. ამიტომ არის ნამანხვან ჰესის კი არა და იქ რო არის ეხლა რო არის საშიშროება რომ სად არის ეგ დარიალისკენ არის მგონი თუ არ ვცდები წყალსაცავი იქ რომ ლაპარაკია რომ აი შეიძლება მოხდეს და წაილეკოს და მართლა შეიძლება მოხდეს იცით დეკემბრამდე არის მოსალოდნელი რომ დიდი წყლის სტიქია მოხდეს საქართველოში და თბილისამდე მოახსოვს ეს მე გამოვიკვლიე და არის მაგის შესაძლებლობა არის დიდი საშიშროება. ამიტომ ეხლა შიშის გამო კი არ გეუბნებით ამას გეუბნებით, იმიტომ რომ დროულად მიაქციოთ ყურადღება იმ საკითხებს, რაც ჩვენ გვევალება, რა გვევალება ჩვენ მაგალითად ის რომ გავაკეთეთ იმხელა დიდი წყალსაცავი, რომელმაც შეიძლება წაალეკოს მთელი დასავლეთიც და მთელი თბილისიც, ხო? აგერ ამოვიდა რომ რეალურია წალეკვა თბილისის, იმიტომ რომ გათხარეს და მთელი 2 სართული, 3 სართული დაბლა ნახეს რომ წალეკილია და საიდან მოვიდა ეს წყალი და ეს მეწყერი თუ არა საიდანღაც ერთ დროს. ეხლა ის მთები იქ რაც არის, არ ამგონია რომ იმას ჩამოეტანა. რაღაცა მოხდა ისეთი, რაც რეალურად რაღაცა წყალსაცავი იყო სავარაუდოდ მანდაც წაილეკა და ჩარეცხა მთელი თბილისი. ძველი თბილისი და ძველი თბილისის წინ კიდე რა იყო ღმერთმა იცის. ვფიქრობ ესეთ რამეს რომ მღვდლებს მოუხდებათ ეხლა გადაწყვეტილების მიღება და ბოლო ჟამია და ბოლო გადაწყვეტილების მიღება იქნება ეს, ბოლო არჩევანი იქნება ეს, რასაც აირჩევ ის მოგივა, საბოლოოდ შენი სული იქ დატყვევდება უკვე უსასრულოდ და ეს არის
სად ჩავარდა სადღაც ჩამივარდა ახლა ხმა წყლით მონათლა ქრისტემ რეფორმირა ახლა თუ ისმის ხმა ახლა ის ხო და ეს არის რა რომ ქიმია ფარმა ბიზნესი იმდენად უკვე მე მგონი იცი რა ხდება ბატარია უჯდება ამას და ვნახოთ აბა ეხლა თუ ისმის ისმის ძალიან კარგი სად ვიყავი სად გავჩერდი აბა სად გავწყვიტე ის გაიგეთ რომ თქვი რომ ქრისტემ ცეცხლით მოგნათლა და ახლა უკვე გულები მეთქი არჩევნის წინაშე დადგებიან რომ ჩვენს გვერდით დადგნენ ხო ნახეთ აი ეს ჩემი ლავანდა ეს ჩემი უკვე დაფასოებული ლავანდა აი ამას წიგნთან ერთად გამოგიგზავნით 5 ლარი ღირს თუ გინდათ მოკლედ ერთი სიტყვით იცით რა არის მეგობრებო მე არ ვმუშაობ ფულისთვის და არც არასდროს ვიმუშავებ ფულისთვის მე ეს გადაწყვეტილება მივიღე და ეს იმას არნიშნავს რომ მე ფულს არ გამოვიმუშავებ მე ახლა რასაც ვაკეთებ აი ამ ლავანდის დაკრეფას წიგნის დაწერას ეს ფულისთვის მუშაობა არ არის ეს არის სამუშაო რომელიც სამუშაოც მე გვრის სიამოვნებას ვაკეთებ იმისათვის რომ სხვასაც გავუზიარო ის რაც შემშია რაც შემთან არის რისი გაკეთებაც მე შემიძლია და არავინ არ დავაყენო ფული არ დავაყენო ჩემს ბრძანებლად არამედ მე ფულთან კავშირი მაქვს ჰარმონიის დონეზე რომ გამოვიმუშავებ იმდენს რამდენიც მჭირდება გამოვიმუშავებ ისე როგორც მინდა ამიტომ არავის არ ვატყენი ჩემს შემოქმედებას ვისაც უნდა არავის არ ვავალდებულებ კიდე და რეალურად ყველაზე დიდი სისუსტე და ჩემი ყველაზე დიდი მხარე რომელსაც არ ვაღიარებდი ეს არის ფული არ ვაღიარებ მე ფულს და საბოლოო ჯამში ამან იმხელა უცნაური ვითარებების შემიქმნა რომ საზოგადოება ჯერ არ არის ამისთვის მზადო მითხრა რა აი ის ლეველი ანუ ის საფეხური რომელსაც მე მივახცია ამ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისეთი ტკივილებისა და ისეთი გამოცდების ხარჯზე მივახცია რომ ასეთი გამოცდები და ტკივილები შეიძლება კაცობრიობას ჯერ არ გაუვლია გესმით და ამიტომ ის ლეველი რაც მე მაქვს
ჯერ არ აქვს საზოგადოებას. გესმით? რადგან საზოგადოება არის მოქცეული ტყვეობაში. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც შექმნეს ადამიანები. უკვე მოუხევი ხო? ადამიანები შექმნეს იმისათვის, რომ მათ ემუშავათ ანგელიოსებისთვის. ანგელოზები არ არიან ყველა კარგი. არ არის ყველა კარგი ანგელოზი. ანგელოზები არიან ისინი, ვინც გითხრა, რომ მე ვარ ღმერთი და შენ მუშაობ ჩემთვის. მე მქვია ღმერთი და შენ მუშაობ ჩემთვის. და ღმერთი რა ღმერთია, რომ შენ გამუშავებს. აი ღმერთი ეს არის. ღმერთი, რომელიც შენ კი არ გამუშავებს, თვითონ მუშაობს შენთვის. ხვდები? ახლა რაც შეეხება აი ამას, მე რომ შემოგთავაზეთ ლავანდა, რომ შემოგთავაზეთ ჩემი წიგნი, ეს ყველაფერი არის შრომა. როდესაც ადამიანი შრომობს, აი ახლა სხვამ რო იშრომოს, შენ ხო ეგრე არ გამოართმევ, რომ აი იცი რა, შენ რადგან შეგიძლია, მოდი ავიღებ. რაღაცა ნამუსი შენც ხო შეგაწუხებს, ხო? ჯერიგერიც არც აკადრებ ადამიანს, რომ უფასოდ და ესე არაფერზე აიღო მისი ნაშრომი, ხო? ამიტომ რადგან ჩემი თავიც არის პიროვნება და პერსონა, ჩემ თავს რატო უნდა გავუკეთო ის, რომ არ დავაფასო ის ნამუშევარი, რაც გააკეთა ჩემმა თავმა. ხვდები? ანუ გავაკეთე კი არა, რაც გააკეთებინა ღმერთმა ჩემ თავს. ამას ხო სჭირდება თავისი ფასი. ხო? ეს გასამდიდრებლად კი არ არის, ეს არის უბრალოდ დასაფასებლად, რომ მე შენ კი მოგცემ, მაგრამ შენ ამას დააფასებ? არა, ვერ დააფასებ. მე მასწავლა ხალხმა, რომ მე ვერ ვაფასებ შენს ვერაფერს, თუ კი არ მომღიდი. აი ამ დონეზეა ჯერ ხალხი. და მე ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი, რომ აი უფასოდ და ეს და ფული საერთოდ აღარ იყოს, მაგრამ ხალხი გიყურებს და გონი ხარ გიჟი. ხო და სანამ ადამიანი არ არის ამ დონეზე ამოსული, მე იმას მიმახვედრ ღმერთმა, რომ გიჟად კი ნუ ჩაათლევინებ ამ ხალხს თავს. ისევ იმ საფეხურზე ჩადი, მოგიწევს ჩასვლა და იქიდან დაწყება, რომ ნელა გააგებინო ამ ხალხს, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ისე ვიმუშაოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ერთმანეთის ხარჯზე კი არა, ერთმანეთისთვის სასიკეთოდ. ამას ნელა ვასწავლე ადამიანებს, თუმცა ძალიან რთულია, იმიტომ რომ არის ესეთი გამონათქვამების, როცა თიც მისცემო, ხო, მთელ ხელს აგრესო. აი ესეთი ხალხი ჯერ კიდევ არსებულია და შენ რომ შენი თავი დაიცვა, გიწევს ამ ხალხისთვის ჯერ კიდევ იმ საფეხურზე ჩასვლა, რომელ საფეხურზეც დგანან. ამიტომ აი ეს წიგნი. მეუბნებოდი, რომ ეკითხებოდნენ რა ღირს, არა აქვს ფასი მეთქი, რამდენიც გინდა იმდენი გადაიხადე. და აქ უკვე ადამიანი გრძნობს ცუდად თავს. იცით რატომ გრძნობს ცუდად თავს? პასუხისმგებლობის აღება არ უნდა თავის თავზე. პასუხისმგებლობის აღება გულისრევის შეგრძნებაა. გულისრევის შეგრძნება კიდე პირდაპირ გეუბნება, არა მადლობა, არ მინდა მაშინ. გეუბნები არაფერი არ ღირს. რამდენიც გინდა იმდენი მომეც, მაგრამ არა, არ მინდა. იცი რატო არ გინდა? იმიტომ არ გინდა, რომ არ იცი და გეზარება იმაზე ფიქრი, რომ რამხელა შრომა აქვს ჩადებული, რომ გაიაზრო ეხლა მე რამხელა შრომა მაქვს ამაში ჩადებული. რა ნიადაგზე მაქვს დაწერილი, რა ღირს ეს ყველაფერი რომ გაიაზრო და შენ თვითონ რომ გამოიტანო აზრი, რომ რა შეიძლება ამ გოგოს მე შევთავაზო იმის ფასად, რაც ამან გააკეთა, გეზარება და ამიტომ უარს ამბობ. უარი ყველაზე ადვილია. ხოლო აზროვნება არის რთული. აზროვნებას გადააჩვიეს 10,000 წლებია უკვე ადამიანები. არ აწყობთ ანქელიოსებს. ამოაზროვნე ადამიანები, რომ ძალიან ძლიერები არიან ადამიანები აზროვნებაში. დაჟე მათზე უფრო ძლიერები არიან, იმიტომ რომ ეუბნება ენქი, ენლილს, თუ ენლილი ენქის თავის ძმას. ამათ ის ახსოვთო, რაც ჩვენ დაგვავიწყდაო. გესმით? ადამიანებს ეუბნება ეს. თვითონ წარმოიდგინეო 6,000 წელი იფრინეს და მოვიდნენ დედამიწაზე.
ჩამოვიდნენ და ნახეს, რომ ადამიანები განვითარდნენ, ისეთი აღარ არიან, როგორც დატოვეს მონები. და ამბობს ენლილი და ხედავს, რომ ადამიანებს ის ახსოვთ, რაც თვითონ დაავიწყდათ. აი ეს არის მთელი ფილოსოფია ანგელოზებსა და ადამიანებს შორის. ამიტომ არის, როცა ღმერთი ეუბნება ანქელიოს, შენ დაემორჩილები ადამიანს, ხოლო ანქელოსი ჯიუტდება და ამბობს, რატომ უნდა დავემორჩილო მე ჩემზე მერე შექმნილს. ისევე როგორც ახლა ჩვენ გვეთქვიან დაემორჩილეთ რობოტებს და ჩვენ გამოვთქვათ პროტესტებს, რომ რატომ უნდა დავემორჩილო რობოტს. იგივენაირი ვითარებაა, რამდენიმე 1000 წლის წინ მომხდარი, რაც ახლა ჩვენს თვალწინ ხდება, AI თუ ჩვენ. მაშინ იყო ანგელოზები თუ ადამიანები. ჩვენ არ შეგვიძლია იმდენი რამდენიც AI-ს შეუძლია, იცით თქვენ? იცით რატო? იმას იმ ხელა კაპაციტეტი აქვს და მახსოვრობის, რომ შენ იმის 1/80-ით არ გაქვს. იმიტომ რომ შენ არ გაქვს დაგავიწყე, შეგიძლია უნარი გაქვს, მაგრამ გეზარება. აზროვნება გეზარება, იმიტომ რომ დაგაქვეით ეს სიგნალებია. დაგვაქვეით ეს, აი წიგნებად გადმოგვატანინეს. აგერ რამდენი წიგნებია, აგერ ვუყურებ და ამის დრო გვაქვს. ჩვენ რომ მთელი წიგნები ვიკითხოთ და ეს ცოდნა ვიკითხოთ, ცხოვრებაში ვერ მოვასწრებთ, იმიტომ რომ მხოლოდ 100 წელი აქვს ჩვენ ხორცს ცხოვრების. ისიც თუ და აქედან წერა-კითხოს როდის ისწავლე და მე როდის გრჩება იმის დრო, რომ სამუშაოზე არ იყო და წიგნებში იქექო, ანუ შენს თავში იქექო. ხო და მეგობრებო, ყველაზე ადვილი გზა არის ჩაიხედო შენს გულში და მე მითხრა ეს ღვთისმშობელმა ეს კითხვა რომ მქონდა, როდის მოვასწრებ მე ამდენი წიგნის კითხვას, მე ვერასდროს ვერ მოვასწრებ ამ ერთ ცხოვრებაში და ასე მითხრა, არაფერი დაწერილა იმაზე მეტი, რაც უკვე შენში დევს. ასე რომ დაგჩენია მხოლოდ გაიხსენო, როცა დაგჭირდება იმ მომენტში ის. რომ გაიხსენო რა უნდა ქნა, უნდა იცნობდე შენს შინაგანს, შენს ინტუიციას. შენ თუ არ იცნობ შენ შინაგანს, ვერ დაუკავშირდები ხმას. ამიტომ საჭირო მომენტში საჭირო ინფორმაცია არ გაგახსენდება. ამიტომ იქნები დაბნეული და ამიტომ იქნები დამოკიდებული ყოველთვის სხვაზე, მღვდელზე, თუ ქურუმზე, ჩხიბავზე, ნათელმხილველზე, თუ თამარ მეფეზე, ხო? მივამატოთ ეგეც. რა თქმა უნდა, ქრისტეს ეს არ აწყობს. ქრისტეს აწყობს ის, რომ თქვენ იყოთ თავად მისნაირები. ჩვენ ვიყოთ თავად მისნაირები. ანუ გავიხსენოთ საჭირო მომენტში საჭირო ინფორმაცია. მე ქალბატონი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თამარო, ერთხელო, როდესაც ჩემი შვილი ძალიან დიდ განსაცდელში იყო, ოპერაციაზე შეიყვანესო და რო ვიჯექიო, დამეწყო ესეთი უკვე გადამეკეტაო და დამეწყო ესეთი რაღაცო, რაღაცა ენაზე დავიწყე ლაპარაკიო, ხელების მოქმედებაო. რაღაცებს ვაკეთებდიო, მეც არ ვიცოდი რას ვაკეთებდიო. და ჩემი შვილი გამოჯამრთელდაო. ესე იგი, ნახეთ ქალბატონს გაახსენდა ინფორმაცია, როგორც ჩანს, ეს ერთ დროს იყო ქურუმი, ან რაღაცა ცოდნას ფლობდა, ის გაახსენდა, იცით რა მომენტში, ყველაზე ძლიერი სტრესის მომენტში გაახსენდა, გამოიტანა გარეთ, მიენდო თავის ინტუიციას, არ იფიქრა იმას, რომ ეხლა გიჟად ჩამთვლიან, თავისმა შვილმა გააბედინა, ეს ხდებით, ისევ თავისმა შვილმა. გამწარებული დედა. აი, გამწარებული დედა არის ის, ვისაც შეუძლია გაიხსენოს ინფორმაცია. ჩემ შვილსაც ერთხელ ეგრე ქონდა, აი ჟუანტელმა დამაყარა. ჩემ შვილს ერთხელ მუცელისტკიო და ძალიან მაგრად და არ ვიცოდი რამე გამეკეთებინა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ საავადმყოფოში რო წავიყვანო, იქ უარესებს უზავენ. ამიტომ ავდექი და ის გავაკეთე, რაც შინაგანად მოვიდა ინტუიციურად და ბავშვი უცბად ადგა, წამოხდა და დაიწყო ხტუნაობა, აღარ ვტკივა. აი ეს იყო მის მაგალითი, რაც ჩემ თავზე გამოვცადე და იმიტომ მესმის მე იმ ქალბატონის, რომელსაც თქვა, დაიწყო რაღაც ენაზე საუბარი, რომელი ენა საერთოდ არ იცის ცხოვრებაში არ გაუგია. მაგრამ გამოიძახა თავისი წინა გამოცდილებებიდან, სულიდან, რომელიც ერთია, სულ ერთია, გესმის? სული ერთია. ხო და აი ეს გამოძახება არის ის, რაც ჩვენ გვეხმარება ჩვენ ინტუიციასთან კავშირი, ჩვენს თავთან კავშირი. ჩვენს თავთან კავშირი არის იესო ქრისტესთან კავშირი, იმიტომ რომ იესო ქრისტე არის ყველაში. ხო? ეგრეა.
დაგემშვიდობებით ეხლა მეგობრებო წავალ. მე მგონია რომ ის სათქმელი რაც მომაწოდეს რომ უნდა თქვა ეხლა თქვი და ალბათ თქვენიც კარგად დროებით დაგემშვიდობებით. ხო მართლა თუ მოგეწონათ თიას და ჩემი საუბარი უფრო დავხვეწავ ამას აი ამ სოფაზე ამ სავარძელზე იყო და გავაგრძელებთ ასეთ ჩაწერებს და დავპატიჟებ სხვებსაც დამიწერეთ თუ მოგეწონათ გავაგრძელებ. აბა დროებით